თუ ის ადამიანად არ აყალიბებს კაცს, უბრალოდ დაგროვილი ცოდნას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. და დღევანდელ დღეს ეს მით უმეტეს ასე არის, ინფორმაციის დაგროვის იმდენი საშუალება და იმდენი რაღაც არსებობს. არა, ცოდნა ხელმისაწვდომია, ანუ ნებისმიერ კაცობრიობის დაგროვილი ცოდნა. საერთოდ არა. აგერ არის ხელმისაწვდომი. მე უნდა შემეძლოს ანალიზი გავაკეთო, რა მჭირდება, რამდენად თავარი არის ანალიზის უნარი და არა სიტყვაზე, ანუ ესეთი უნარები მჭირდება და რა ის რომ თავში მქონდეს დიდი რაოდენობით ინფორმაცია. დიდი რაოდენობით ინფორმაცია არ მჭირდება, იმიტომ რომ ჩემი ტვინი შეუძლებელია რომ იმდენ ინფორმაციას იტევდეს, რამდენიც ჩემთვის სულ მუდმივად არის ხელმისაწვდომი. ჩემთვის ინფორმაციის გადამუშავება უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, ვიდრე ინფორმაციის თავში მეხსიერებაში დაკავება. და მაგას დავამატებდი საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი. ეგ რა თქმა უნდა, ხო, ანუ ეგეც მარტივდება, ხო, ანუ თავარია რომ შენ ახლა იდეაში კითხვის დასმის უნარი შეიძინო. ანუ შენ თავში ჩამოყალიბდეს რელევანტური, ანუ რაღაც შენ პრობლემასთან დაკავშირებით ადეკვატური კითხვა. და შენ შეძლო ამ კითხვის ჩამოყალიბება. კი, იმის მიხედვით კითხვას როგორ დაუსვამ, სხვადასხვა პასუხი შეიძლება მიიღო. და შენ უნდა შეეძლო მე ანალიზით მიხვდე იქიდან რომელია უფრო სწორი და ის გამოიყენო, რაც შენი ხვალინდელი დღისთვის იქნება უკეთესი.